მოგესალმებით. წარმოგიდგენთ მაღაზია ტაქტიკალში გაყიდვაში არსებულ საბრძოლო კამერებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის უკრაინული კომპანია ემტაკის წარმოების საბრძოლო კამერი, იგივე ორბელთი, მაღალი პროფილის საბრძოლო კამერი. ზოგადად საბრძოლო კამერები არსებობს სამი სხვადასხვა კონფიგურაციის. ეს არის დაბალი პროფილის საბრძოლო კამერები, 50 მმ-იანები, არის ასევე საშუალო კონფიგურაცია, ამაზე შედარებით უფრო ნაკლები ფართობის მქონე კამერები და ეს უკვე არის მაღალი პროფილის საბრძოლო კამერი. ზოგადად მაღალი პროფილის საბრძოლო კამერები საშუალებას გვაძლევს ავაწყოთ კამერი როგორც საექსპედიციო კონფიგურაციაში, ასევე ავაწყოთ ტაქტიკურ კონფიგურაციაში. საექსპედიციო კონფიგურაცია უფრო ხანგრძლივი ხმარებისთვის, ესეთი ხანგრძლივი ოპერაციებისთვის, ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის არის გათვლილი. ტაქტიკური კონფიგურაციები უფრო აი მოკლე დაბალი ინტენსივობის ან მოკლე, ასე ვთქვათ, მოკლე ხანგრძლივობის ოპერაციებში გამოიყენება. თვითონ კამერი შეიძლება დაკომპლექტდეს მისი კონფიგურაცია დაიწყოს როგორც საარმიო კონფიგურაციაში, ანუ საერთო საჯარისო დანიშნულებით, ასევე სპეციალური დანიშნულებისთვისაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი არის ემტაკის საბრძოლო კამერი ორი ზომით, ML, უნივერსალური და 2XL ზომაში. კამერი ზოგადად შედგება ორი, ასე ვთქვათ, ძირითადი ნაწილისგან, ზოგადი კონფიგურაცია რომ მოვიხილოთ და შემდგომში შეგვიძლია გადავიდეთ უკვე დეტალურ დეტალებზე. ეს არის გარეთ თვითონ პანელი, რომელზეც დატანებული არის თვითონ გარედან უკვე უნივერსალური მოლეს სამაგრი სისტემა. თვითონ პანელი სამი ნაწილისგან შედგება: მარცხენა და მარჯვენა პანელები, თავისი ცალკეული ინდივიდუალური მოლეთი და უკანა წელის პანელი. თვითონ კამერი, რომელთაც წელზე ხდება თვითონ პანელის, ანუ კამერის პანელის ფიქსაცია არის შიდა ფიქსაციის, შიდა დამაგრების ცალკეული კამერი. ეს არის უკვე 38 მმ-იანი მულტიკამის ვებინგის ლენტაზე ლენტით აწყობილი კამერი, რომელსაც აქვს ესეთი კობრას ტიპის ბალთა. კობრას ტიპის ბალთა კარაბინის გამოსადგმელად სიტყვაზე ინფილტრაციის ოპერაციებისთვის ან რაღაცა ვერტფრენში უსაფრთხოების ღვედის გამოსარდებად და ბევრი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. თვითონ კობრას ბალთებიც ერთ-ერთი საუკეთესო ტიპის ბალთებად მიიჩნევა ასეთ ტიპის კამერებისთვის და გათვლილი არის ძალიან მაღალი დატვირთვების გაძლებაზე. თვითონ კამერი გარდა იმისა, რომ საბრძოლო, ასე ვთქვათ, ტაქტიკური კამერების კატეგორიაში გადის, აქვს ასევე ერთი კატეგორია, რასაც ქვია blast belt-ები, ანუ blast belt-ები არის მხოლოდ ვიწრო კატეგორია არის საბრძოლო კამერების და ნიშნავს შემდეგს. თვითონ კამერს აქვს ცალკე შიგნით ჩაშენებული ჯიბე. ესე მეიკაზე არის, შეგვიძლია ვხსნელო ჩვენოთ. ამ შემთხვევაში კამერში ჩადებული არის ესეთი პარალონის მასალა, ევაფომის მასალა, ასე ეძახიან. ეს 8 მმ-იანი პარალონი არის სიბილისთვის, თუმცა ამის ამოღების შემთხვევაში აქ ჩვენ შეგვიძლია ჩავდოთ რბილი ბალისტიკური ფენა, soft armor პანელებს, რასაც ეძახიან. ზუსტად ამ კამერის გეომეტრიულ ფორმას იმეორებს და ასეთი პანელის ჩადების შემთხვევაში კამერი ხდება უკვე ბალისტიკური დაცულობის მქონე კამერი, რომელსაც შეუძლია მარტივად შეაკავოს წელის მიდამოში მოხვედრილი სხვადასხვა ტიპის წვრილი ნამსხვრევები და დაცვის დონე ამ შემთხვევაში სტანდარტულად დაცვის დონე არის ხოლმე მესამე კლასი. აქვე უკვე შეგვიძლია მიმოვიხილოთ აღნიშნული კამერის შედარებით დიდი ზომა უკვე აწყობილ კონფიგურაციაში. ამ შემთხვევაში ხედავთ, რომ ეს არის ტაქტიკურ კონფიგურაციაში აწყობილი და არა ხანგრძლივი გამოყენების საექსპედიციო კონფიგურაციაში. განსხვავება რა არის? ტაქტიკურ კონფიგურაციაში კამერზე არის მოთავსებული დამაგრებული ისეთი აქსესუარები და ნივთები, რომელიც არის სწრაფი საჭიროების, გადაუდებელი საჭიროების ნივთები. აი საექსპედიციო კონფიგურაციის კამერებში უფრო აი ერთნაირი, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად კონსტრუქციულად ერთნაირი სხვადასხვა რაოდენობის ჩანთები მაგრდება, რომელშიც სიტყვაზე რამდენიმე დღიანი ოპერაციებისთვის შეგვიძლია ეკიპირების ელემენტები, აღჭურვილობა, საკვების სამედიცინო პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები და ასე შემდეგ ჩავალაგოთ. მიმოვიხილოთ ეხლა ეს კამერი. კონსტრუქცია იგივე არის, უბრალოდ სიგრძეში არის უფრო დიდი, ეს კონკრეტული კამერი დაახლოებით 15 სანტიმეტრით უფრო გრძელი არის, medium და large ზომასთან შედარებით. კამერი არის აწყობილი ნახევრად მინიმალისტურ კონფიგურაციაში. მარჯვენა მხარეს დამაგრებული არის პისტოლეტის უნივერსალური კაბურა, გადაწყობადი ასევე ემტაკის წარმოების გადაწყობადი კაბურა, რომელიც პრაქტიკულად დღეს გამოყენებაში არსებულ ყველანაირ პისტოლეტთან არის თავსებადი. რეგულირებადია ჰორიზონტალურადაც და ვერტიკალური სამაგრითაც.
პისტოლეტის კაბურის წინ უკვე უნივერსალური სამაგრი კაუჭი არის, რომელიც აი ძირითადად გამოიყენება ხოლმე სწრაფი საჭიროების ნივთების დამაგრებისთვის და სწრაფი მოხსნისთვის. ამ შემთხვევაში აქ არის ასევე მტაკის წარმოების ტაქტიკური ხელთათმანი ჩამოკიდებული და ესეთი საკუთრივ სწრაფად შეგვიძლია ჩამოხსნათ. შემდეგ უკვე ცენტრალურ წელის პანელზე დამაგრებული არის პირველად დახმარების ჩანთა, ეგრეთ წოდებული აიფაკი. ეს არის სწრაფი მოხსნის აიფაკი, ემტაკის წარმოების და გათვლილი არის იმაზე, რომ ჩანთა დამაგრდეს, ჩანთის დამაგრება შესაძლებელი იყოს ისეთ ადგილზეც, რაც აი პირდაპირ მებრძოლის პირდაპირ წდომის არეალი არ არის. მაგალითად, ეს წელის მიდამოარი, თუმცა იმის გამო, რომ ჩანთა არის სწრაფმოხსნადი, შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხსნათ. ნუ ამ ჩანთის დამაგრება, ამ პოუჩის დამაგრება, სამედიცინო ჩანთის დამაგრება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ჯავშან ჟილეტებზეც, რომელსაც აქვს მოლეს სამაგრი სისტემა. ჩანთის გვერდით უკვე დამაგრებული არის უნივერსალური, ასე ვთქვათ, ტაქტიკური ურნა, იგივე დამპოუჩი, რომელიც ძირითადი, ანუ პირველადი ფუნქცია არის ცარიელი მჭიდების მოთავსება, რომ მჭიდები არ დავკარგოთ ბრძოლის ველზე და ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ნივთების ჩაყრა, რომლის დაკარგვაც არ არის მიზანშეწონილი. აქეთ უკვე მარცხენა პანელზე დამაგრებული არის ავტომატის სწრაფი ამოღების სამჭიდე ფასტმაგი, იგივე ამ შემთხვევაში პიმაგის მჭიდი არის მასში მოთავსებული. კონფიგურაცია ეხლა რასაც აქ ხედავთ, ეს არის მემარჯვენე მსროლელზე გათვლილი. მემარცხენე მსროლელის შემთხვევაში ეს ყველაფერი შესაძლებელია შებრუნდეს, კაბურა გადმოვიდეს მეორე მხარეს, პისტოლეტის სამჭიდეების შემთხვევაში და ავტომატის სამჭიდეს მარჯვენა მხარეს გადმოვიდეს და ურნამ და სამედიცინო ჩანთამაც შეინაცვლოს, ასე ვთქვათ, ადგილი. ზოგადად კამარს აქვს ესეთი 4 წერტილი სპეციალური აჭიმების ეგრეთ წოდებული იოკის დასამაგრებლად. იოკი აჭიმები, ტაქტიკური აჭიმები საჭირო არის იმისთვის, რომ როდესაც კამარი მძიმდება აღჭურვილობით, სიტყვაზე დატენილი მჭიდებით, მოხდეს წონის გადანაწილება ხრებზე და წელზე თანაბრად და მივიღოთ ერთგვარი სამხრე საქამრის სისტემა, რომელიც აღჭურვილობის, ასე ვთქვათ, ერგონომიულ გამოყენებას კიდევ უფრო მეტად გამარტივებს სიტყვაზე, ვიდრე შეიძლება მხოლოდ კამრის დამაგრების შემთხვევაში იყოს. სხვადასხვა 4 წერტილიანი იოკის ფიქსაცია არის ამაზე შესაძლებელი, როგორც ემტაკის წარმოების, ასევე სხვა კომპანიების წარმოების. თვითონ შიდა მხრიდან კამარი სამგამზომილებიანი მეშის მასალით არის აფარული, დატანებული და შესაძლებელი არის წელზე ძალიან რბილად მოხდეს მისი ფიქსაცია, რომ ხანგრძლივი ვიტარების შემთხვევაში ხელი არ შეუშალოს უშუალოდ მებრძოლს. თვითონ კამრის კონსტრუქცია ზოგადად აგებული არის შეკერვისას გამოყენებული არის კორდურა 500 ტიპის გამძლე მატერია, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ჯავშან ჟილეტების, კამრების და ეკიპირების ელემენტების წარმოებისთვის და პლუს ამას ორფენა კორდურას შორის პანელების დასამზადებლად შუაში ჩატანებული არის სიმყარისთვის დამატებითი 1 მმ-იანი პლასტიკატი, რომელიც სიტყვაზე სხვადასხვა ფორმის და გაბარიტების წელზე გაკეთების დროს კამარს არ უკარგავს ფორმას და მასზე განლაგებულ აღჭურვილობას, ასე ვთქვათ, ნორმალურ მდგომარეობაში ინარჩუნებს. ამ დრეკადი არ არის თვითონ კამრის, ასე ვთქვათ, კონსტრუქცია. გვერდითა პანელები, მარჯვენა და მარცხენა პანელები კამარზე გათვლილი არის სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, შიდა დამაგრების პისტოლეტის კაბურის ფიქსაციაზეც, როგორც შეიძლება იყოს საფარლიანდის კაბურები, ასევე პირდაპირ თასმით დამაგრებული, გვერდით დამაგრებადი კაბურები, შესაბამისად ესეთი რკალისებური ჭრილები აქვს, სადაც შესაძლებელია უკვე დავამაგროთ თასმა და თვითონ კამრის პანელის მზიდი შიდა კამარი რაც არის, მაგაზე მოხდეს ინტეგრაცია. შემდგომში კაბურა შეიძლება დამატებით ფეხზე დაფიქსირდეს, ან ფეხზე ფიქსაციის გარეშეც იქნას გამოყენებული. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი და თვალიადევნეთ შემდგომში კიდევ დაიდება დამატებითი ვიდეოები, სადაც განხილული იქნება მაღაზია ტაქტიკალში არსებული სხვადასხვა აღჭურვილობა, გავაკეთებთ მათ ისტორიულ მიმოხილვას, როგორ განვითარდა ესა თუ ის აღჭურვილობა, როგორ მოვიდა დღემდე, როგორ ვითარდება, როგორია თანამედროვე ტენდენციები, რა მიმართულებით მიდის მსოფლიო აღჭურვილობის და შეიარაღების ბაზარი ამ მიმართულებით და მოვახდენთ ასევე საველე ტესტირებებსაც.